წინა სერია დავასრულეთ იმ ვერსიით, რომ მეცნიერები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ პირამიდის სამშენებლო მასალების ალტერნატიული ტრანსპორტირების მეთოდზე. თუ წინა ფილმი ნახეთ, იქ განხილული გვაქვს უდაბნოში გათრევის მეთოდის აბსურდულობა. ამას თავად აკადემიური მეცნიერებიც ადასტურებენ ნაწილობრივ. სწორედ ამიტომ მათ განიხილეს ალტერნატიული მეთოდი, რომლის მიხედვითაც ეს ციგები გამოიყენებოდა მხოლოდ კარიერიდან პორტებამდე და პორტებიდან სამშენებლო მოედნამდე მასალის მისაზიდად. თუ კი განვიხილავთ თეორიის დონეზე, მდინარის მეშვეობით გემებზე დადებული ტვირთის ჩამოტანა ასუანიდან გიზემდე სრულიად შესაძლებელია. თუმცა აქაც დეტალებშია ეშმაკი ჩაბუდებული. ერთი შეხედვით ყველაფერი გაცილებით მარტივია. დავდოთ მოზრდილ გემზე ქვის დიდი ბლოკი. გამოვატანოთ ის დინებას და გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად ჩამოვა გიზემდე. შემდეგ ამოვიტანოთ ნაპირზე და უკვე ნაცნობი ციგის მეშვეობით მიგვაქვს სამშენებლო მოედანზე. მაგრამ აქ უკვე შეკითხვა იბადება თავად გემების მიმართ. რამდენი გემი იქნებოდა საჭირო იმავე ასუანიდან ტვირთების ჩამოსატანად? ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით ზუსტად რა რაოდენობის ქვის ბლოკები ჩამოიტანეს. ზოგიერთი ხილული ბლოკის წონა, როგორც გამოითვალეს, არის 80 ტონა. აქვე განმეორდებით, რაც მეტია ტვირთის წონა, მით უფრო რთულია მისი ტრანსპორტირება. მით უმეტეს ისეთ დიდ მანძილზე, როგორც ასუანიდან გიზემდეა. როგორც ცნობილია, ეს დაახლოებით 700 კილომეტრია. ნილოსი ისედაც და ასედაც იყო ერთგვარი სტრატეგიული სატრანსპორტო მაგისტრალი ეგვიპტის ეკონომიკისთვის. ამ მდინარის მეშვეობით ზედა და ქვედა ეგვიპტე მუდამ კავშირში იყო და ძირითად სავაჭრო გზას წარმოადგენდა. გადაჰქონდათ უამრავი საყოფაცხოვრებო ტვირთი. ნილოსზე ასევე განვითარებული იყო თევზჭერაც. ამის გამო ნავ და გემთმშენებლობა კარგად იცოდნენ ძველ ეგვიპტეში ჯერ კიდევ ხეობსამდე. აგებდნენ სხვადასხვა ზომის და ტვირთამწეობის თუ დანიშნულების გემებს. მცირე ნავებს და მომცრო გემებს აგებდნენ ადგილობრივი აკაციის ან სხვა ჯიშის მერქნის საშუალებით. ხოლო დიდი ზომის და ტვირთამწეობის ნავებისთვის იყენებდნენ იმპორტირებულ ლიბანის კედრის მასალას. ხუფუს ეპოქიდან შემორჩენილია ნილოსზე სამოძრაო ბრტყელძირა გემი. ის 1954 წელს დიდ პირამიდასთან ჰერმეტულად დაცულ სათავსში იქნა აღმოჩენილი. მისი სიგრძე 53,3 მეტრია, სიგანე 5,6 μέτრი, ხოლო ბორტის მაქსიმალური სიმაღლე დაახლოებით 1,5 მეტრი. მიეკუთვნება სამდინარო ბრტყელძირიან გემებს. გადაადგილებისთვის მას ჰქონდა 5 წყვილი ნიჩაბი. დაბალი ბორტი ამ გემს აძლევდა ნებისმიერ ნაპირთან გაჩერების საშუალებას. ეს გემი ამყარებს ამ ვერსიას, რომ ასუანიდან მძიმე ტვირთის ჩამოტანა შესაძლებელი იყო. ანუ თეორიულად თუ განვიხილავთ, ასეთი გემშვენებელი ტრადიციის მქონე ხალხს თავისუფლად შეეძლოთ გაეკეთებინათ საგანგებო ბარჟა, რომელსაც გამოიყენებდნენ აღნიშნული ტვირთების ატარებლად. მაგრამ აქაც ერთი მომენტია. ეს ვერსია თანამედროვეა. წერილობითი არტეფაქტი, რომ სწორედ ასეთნაირად მოჰქონდათ მასალა ასუანიდან, არ არის შემორჩენილი. ასევე არაა შემორჩენილი არც თავად ხომალდების ნაშთებიც. თუ კი ვთქვათ იმ ეპოქაში მართლაც სამდინარო გზით გადმოჰქონდათ სამშენებლო მასალა. საორიენტაციოდ შეგვიძლია ავიღოთ ხუფუს გემი და მისი კონსტრუქციით თუ ფორმების მეშვეობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ საჭირო სატვირთო გემებზეც, რასაც მაშინ ააგებდნენ. ცნობისათვის ეს ხეოფსის გემი იყო არა სატვირთო, არამედ სარიტუალო დანიშნულების. მასზე დიდი გაბარიტების თუ წონის ტვირთის დადება საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა მისი შემონახული კონსტრუქციული ელემენტები კარგად მოგვითხრობენ იმ ეპოქის გემთმშენებლობის შესაძლებლობებს. აღწერისთვის რომ ვთქვათ, გემის დეტალები ერთი მეორესთან მაგდებოდა ხის ლურსმნების და მცენარეული ბოჭკოთი დაწნული თოკების მეშვეობით. მსგავსი შეპირაპირების კვანძები უკვე შეზღუდვებს შეიცავს. მისი მეშვეობით დიდ ატვირთებზე მომუშავე კვანძებს ვერ გააკეთებთ. ამ ხომალდის საერთო ტვირთამწეობა დაახლოებით 50 ტონაა, თუმცა შესაძლებელია 70 ტონამდე ტვირთის დავდოთ. ოღონდ ეს იქნება ზედაზღვარი ამ ხომალდის ტვირთამწეობისთვის. როგორც ვიცით, პირამიდაში აღმოჩენილი გრანიტის ბლოკებიდან ზოგიერთის წონა 80 ტონას აღწევს. ერთი შეხედვით თუ კი იმ პერიოდში გააკეთებდნენ ასეთივე კონსტრუქციის, მაგრამ შედარებით დიდ ხომალდს, თავისუფლად წამოიღებდნენ ამ წონის ტვირთსაც. თუმცა აქ ერთი ნიუანსია. მსგავსი კონსტრუქციის ხომალდი მხოლოდ მაშინ შეძლებდა საჭირო წონის წამოღებას, თუ კი ეს ტვირთი თანაბრად იქნებოდა გადანაწილებული მის ბორტზე. მაგალითად, 2 ტონა ნახევრიანი ბლოკები თუ კი თანაბრად დალაგდებოდა ამ ხომალდის ტრიუმფში, ტვირთისგან მოსული დატვირთვა გადანაწილდებოდა თანაბრად პრაქტიკულად ყველა მძიდ ელემენტზე და მათ გამძლეობის ზღვარს არ გასცდებოდა. თუმცა მაინც იქნებოდა ხშირად ეს გემი ტექნიკურად დასათვალიერებელი, იმიტომ რომ იმ ეპოქის გემისთვის 80-ან მეტი ტონა საკმაოდ დიდი დატვირთვა იქნებოდა. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირამიდაში გამოყენებულია 80 ტონიანი ბლოკებიც. მათი დაახლოებითი ზომებია: 2 მეტრი სიგანე, 2 მეტრ-ნახევარი სიმაღლე, 5 მეტრი სიგრძე. ასეთი ტვირთის დასადებად გემის წონასწორობის პირობიდან გამომდინარე, ყველაზე სწორი ადგილი იქნებოდა მისი ცენტრალური ნაწილი.
მაგრამ საინტერესოა, რამდენად გაუძლებდა ასეთი გემი ამ ტურს. მოდით გავაანალიზოთ. ნიმუშად უკვე ავიღეთ ხუფუს გემი, ანუ მისი ფორმა, აგების ტექნოლოგია და გაბარიტები. აქვე დავძენთ ერთ ნიუანს ხის მასალით გემების მშენებლობაზე. მერქნის სიმტკიცის პირობიდან გამომდინარე, ამ მასალით გემის მაქსიმალური სიგრძე შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ 60 მეტრი. ასეც იყო სანამ ლითონის კარკას გამოიყენებდნენ გემთმშენებლობაში. როგორც არაერთხელ ახსენეთ, ხუფუს გემი არის 53 მეტრის სიგრძით. დავუშვათ, რომ იმ ეპოქაში აგებდნენ ანალოგიური ტექნოლოგიით ტვირთის გადასატან გემებს, რომელიც დაახლოებით იგივე გაბარიტების იქნებოდა. მაგრამ განსხვავებით ხუფუს გემისა, მისი ტვირთამცეობა იქნებოდა გაცილებით მეტი, რომელიც დაიდებოდა გემზე, თუნდაც თანაბრად გადანაწილებული მთელი ბორტის ფართობზე. ჩვენი ამოცანის მიხედვით კი გვაქვს შეყურსული ძალა ერთ ადგილზე, სადაც დევს 80 ტონა წონის გრანიტის ბლოკი. ასეთი წონის ტვირთის დადების ადგილას მოსული შეყურსული ძალის გამო, გემი აუცილებლად გადაწყდებოდა შუაში პირდაპირ პორტშივე. საჭიროა მისი გაძლიერება, ანუ გემის ტრიუმფში უნდა დავდოთ რაიმე დამატებითი სიმტკიცის უზრუნველყოფი ელემენტი, რომელიც ამ შეყურსულ ძალას გადაიტანს მთელს კონსტრუქციაზე თანაბრად. ამისთვის აუცილებელია გამოვიყენოთ გრძივი კოჭები, რომელიც ასევე მერქნისაა. როგორც უკვე ვიცით, იმ ეპოქაში ყველაზე გრძელი და მტკიცე მასალა ეგვიპტეში ჩამოჰქონდათ იმპორტით. ის იყო ლიბანური კედრი. თანამედროვე მასალათა გამძლეობის კურსის გამოყენებით, მარტივად გამოითვლება თუ რა კვეთის, სიგრძის და რაოდენობის ასეთი კოჭია საჭირო, რომ ეს დატვირთვა თანაბრად გადავანაწილოთ გემის კონსტრუქციაზე. გამოთვლებმა აჩვენა, რომ ლიბანური კედრის შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალურია ტვირთის საყრდენად გამოყენებული იქნეს 8 ცალი კოჭი. თითოეული 25 მეტრის სიგრძის და განიკვეთი 25-60 სანტიმეტრზე. თითოეულის წონა დაახლოებით 1,5 ტონაა. ერთი შეხედვით პრობლემა გადაიჭრა. ტვირთის წამოღება შესაძლებელი ყოფილა, მაგრამ აქ კიდევ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ლიბანური კედრის ვარჯი არასოდეს არ იზრდება 15 მეტრზე მეტი სიგრძით. ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება, როცა ის ანომალურად მაღალი იზრდება და 20 მეტრამდე სიგრძის ხდება. ანუ ფიზიკურად შეუძლებელია დაამზადო ამ ხის მასალისგან საჭირო ზომის კოჭები. ალბათ იფიქრებთ, რა პრობლემაა თუ კი გადააბავდნენ რამდენიმე მოკლე ხის კოჭს, ისე რომ ერთი და გრძელი კოჭი დამზადებულიყო. დღეს და უახლოესი რამდენიმე საუკუნის წინაც ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ არქეოლოგიური არტეფაქტებიდან გამომდინარე, იმ ეპოქაში არ ჰქონდათ ისეთი ცოდნა და შესაძლებლობა, რომლითაც გადაბმული კოჭი ერთიანად იმუშავებდა მოცემული დატვირთვისთვის. რაც მთავარია, იმ ეპოქაში არ ჰქონდათ დღეს გავრცელებული საჭირო ინსტრუმენტი, ფოლადის ხერხი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ხდება ბრინჯაოს ხანის გარიჟრაჟზე. ხე ქვისგან განსხვავებით უნდა გაითალოს, ანუ ერთი კედრის მოჭრისას სავარაუდოდ ერთი კოჭი თუ გამოვიდოდა. მაინც გავაკეთოთ დაშვება. თქვათ და ასეთი გემი თავისი გამაძლიერებელი კოჭებით მაინც დაამზადეს. აქ კიდევ ერთი საინტერესო შეკითხვა ისმება. ჩვენ რომ გამოგვეთვალა კოჭების კვეთი და სიგრძე, ვისარგებლეთ თანამედროვე მათემატიკური და სტატისტიკური მონაცემებით. საიდან ჰქონდათ ეს ცოდნა ბრინჯაოს ხანის გარიჟრაჟზე ეგვიპტელებს, რომელთა განზომილებაც იყო ხორბლის მარცვალი, გოჯი და მკლავი. თუმცა დაუბრუნდეთ დაშვებას. რამდენად იქნებოდა ეს გემი მრავალჯერადი გამოყენების? შეგახსენებთ, ამ პირამიდაში ხილული გრანიტის ბლოკები რამდენიმე ასეულ ტონას აღემატება. ამ გემის მზიდი კონსტრუქციების შემაერთებელი კვანძების თავისებურებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ეს გემი ერთჯერადი გამოყენების იქნებოდა. იმიტომ რომ სასარგებლო დატვირთვა პლუს მისი გამაძლიერებელი კოჭები ერთობლიობაში დაახლოებით 93 ტონამდე გამოდის. ერთი ჩამოტანის შემდეგ დამაკავშირებელი თოკები ან გადაწყდებოდა, ან მოეშვებოდნენ იმ დონეზე, რომ ხომალდს კაპიტალური შეკეთების გარეშე მეორედ ვერ გამოიყენებდნენ. მაგრამ ამავე დროს გასათვალისწინებელი გვაქვს ისიც, რომ ერთი გემით არ ჩამოიტანენ ამ სამშენებლო მასალას. ასეთი მასშტაბის მშენებლობისთვის ყველაზე მცირე 50 გემი მაინც იქნებოდა საჭირო, რომელიც კონკრეტულად ამ ტიპის იქნებოდა და ამ საქმისთვის გამოყოფილი. დაახლოებითი გამოთვლებით, ერთი ასეთი სატვირთო გემის ასაგებად საჭირო იქნებოდა 15-მდე ლიბანური ზრდასრული კედარი. ისტორიული მონაცემებით, თუ რა ფართობზე იყო გაშენებული ლიბანში ამ ჯიშის ტყეები, დაახლოებით 800-მდე ასეთი ხომალდის აგება იქნებოდა შესაძლებელი 9 საუკუნის მანძილზე. მაგრამ არ დავივიწყოთ არც ის ფაქტი, რომ ეგვიპტეს მხოლოდ იმპორტით შემოჰქონდა ეს მასალა, ანუ მიმდინარეობდა საერთაშორისო ვაჭრობა. ეს კიდევ თავისთავად ზღუდავს ამ მასალაზე სრულ ცდომას. მით უმეტეს ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ მასალას იგივე ეგვიპტეში იყენებდნენ სხვა დანიშნულებითაც. იქნებოდა ეს ტაძრების, სახლების თუ ავეჯის წარმოება. ასევე ლიბანის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი სემიტური ტომებიც სარგებლობდნენ ამ მასალებით. ანუ ამით იმის თქმა გვინდა, რომ თუნდაც ამ 50 გემის ასაგებად საჭირო მასალის გამოყოფა საკმაოდ რთული იქნებოდა.
აქვე საჭიროა ეს ყველაფერი ეკონომიკური თვალსაზრისითაც შევაფასოთ. ვთქვათ, რა ფასი ექნებოდა ერთ ასეთ ხომალდს. იმის გამო, რომ იმ ეპოქაში ფულის ერთეული როგორც ეგეთი არ არსებობდა, ფასი გამოვწეროთ ხორბლის რაოდენობით. სტატისტიკური მანქანური გათვლებით, ერთი ასეთი გემის ასაგებად საჭირო ექნებოდა 12 ტონამდე ხორბალი. ანუ მხედველობაში გვაქვს ხის მასალის მოპოვება, ტრანსპორტირება და შემდეგ აგება ეგვიპტეში. იმ ეპოქის ეგვიპტური მიწათმოქმედების შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეს ექვივალენტურია დაახლოებით 10 ჰექტრამდე მიწის დამუშავებისა 1 წლის მანძილზე. თუ კი ამ პროცესში ჩართული იყო 50 ერთეული გემი, მაშინ გამოდის, რომ მხოლოდ სატვირთო ფლოტის ასაგებად საჭირო ექნებოდა 600 ტონა ხორბალი, რაც დაახლოებით 500 ჰექტარი სამეურნეო მიწის დამუშავების წოლფასია წელიწადში. რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ ბარტერი ხორციელდებოდა მხოლოდ ხორბლით. სავარაუდო თემაში იყო როგორც ლითონის მასალები, ასევე ნაკეთობებიც მისგან. მიუხედავად იმისა, რომ იმ ეპოქის ქვეყნისთვის საკვების ეს მოცულობა საკმაოდ დიდია, მაინც შეუძლებელი არ არის და საჭიროების შემთხვევაში ფარაონი აუცილებლად გაიღებდა ამ რესურსს. ანუ როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამდინარო გზა ისედაც სტრატეგიული დანიშნულების იყო ეგვიპტური ეკონომიკისთვის. უკვე გაკეთებული ანალიზით მსგავსი ტვირთების წამოღება წესით პრობლემას არ წარმოადგენდა. თეორიულად ეს პროცესი შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაში თუ კი დეტალებს ჩავუღრმავდებით, ისევ მივადგებით ჩაბუდებულ ეშმაკს. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დროს ყველაფერი იდეალურად ვერ ჩაივლიდა. აუცილებლად იქნებოდა ისეთი ქვის მასალა, რომელმაც ვერ მოაღწია მშენებლობის ადგილამდე. ჩარჩა ან გამცემ პორტში, ან უბრალოდ მიმღები პორტიდან ვერ გადაიტანეს რაღაცის გამო სამშენებლო მოედნამდე. ასევე აუცილებლად ჩარჩებოდა ზოგიერთი მათგანი ნილოსის სანაპიროზე, იმის გამო, რომ მაინც არაა მაღალი ხარისხის ნაკეთობა ხუფუს ეპოქის ნავი. ექსპლუატაციისას აუცილებლად მოხდებოდა მათი დაკარგვაც. სულ უბრალოდ შესაძლებელია, რომ ისინი ჩაძირულიყვნენ სხვადასხვა მიზეზების გამო. თუ კი თავად ნავი არ შემორჩებოდა აქამდე, ის ბლოკები აუცილებლად ისევ ჩაძვირვის ადგილზე უნდა იყოს. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად ნილოსმაც არაერთხელ შეიცვალა დინების კალაპოტი. ხუფუს ეპოქაში პირამიდებიდან ნილოსამდე პრაქტიკულად რამდენიმე ასეული მეტრი იყო. დღეს კილომეტრებითაა დაშორებული ძველ კალაპოტს. მის ადგილებში ჩვენ დროში უკვე სასოფლო სამეურნეო სავარგულებია, ან აგებულია დასახლებული პუნქტები. თუ კი იმ ძველ კალაპოტში მოხდებოდა ამ ბლოკების დაკარგვა, მაშინ დღეს ზოგიერთ მათგანს აუცილებლად იპოვიდნენ. ამის გამორჩევა მარტივი იქნებოდა იმ განხრით, რომ ნილოსის კალაპოტში არსებული ქვის ქანი საერთოდ განსხვავებულია ასუანის გრანიტისგან, როგორც ფერით, ისევე ფორმითაც. იმიტომ რომ იგივე მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ასუანში ხდებოდა ამ ქვების წინასწარი ფორმირება. ანუ უნდა იქნას მოპოვებული მართი კუთხის ბლოკები, რომელსაც ქვემოდან ნავის ნაშთები აქვს. სამშენებლო ნორმების გათვალისწინებით, პირამიდის მასშტაბის ნაგებობის შემთხვევაში ეს დანაკარგი უნდა ყოფილიყო ასეულობით მთელი მდინარის გასწვრივ. ანუ ამ პერიოდის განმავლობაში გარანტირებულად უნდა იქნას აღმოჩენილი ერთი ბლოკი მაინც ძველი ნილოსის კალაპოტში, მაგრამ დღეისათვის არც ერთი ასეთი არტეფაქტი არაა აღმოჩენილი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ მოვიძიეთ ამაზე ინფორმაცია. თუ თქვენ იცით რამე, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ კომენტარებში. ეს საკმაოდ მყარი არგუმენტია მდინარით ბლოკების გადაზიდვის თეორიის საწინააღმდეგოდ. თუმცა მეცნიერები იმითიც იმშვიდებენ თავს, რომ იმ პერიოდში ჩაძირული ბლოკები წესით დღეს უნდა იყვნენ საკმაო სიღრმეზე, რის გამოც აქამდე არ იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ეს სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 5-6 მეტრს. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძველი კალაპოტის გასწვრივ დღეს უკვე მიმდინარეობს უამრავი სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო საქმიანობა, რომელთა საძირკვლის გათხრისას აუცილებლად მოხდებოდა ამ ბლოკების აღმოჩენა. არათუ დაკარგული ბლოკები არაა აღმოჩენილი ასევე იმ ეპოქის ჩაძირული სამდინარო გემების ნაშთებიც. ამავე დროს, როგორც აღვნიშნეთ, ამ 80 ტონიანი ბლოკის გადასატანად აუცილებლად საჭირო იქნებოდა გემის ტრიუმის გასაძლიერებელი ერთიანი 25 მეტრიანი სიგრძის კოჭების დამზადებაც, რომლისთვისაც სულ მცირე საჭირო იქნებოდა 30 მეტრის სიგრძის ვარჯის მქონე ხე. მაგრამ როგორც ცნობილია, ეგვიპტელებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ იმპორტირებული ლიბანური კედრი იყო, რომელსაც გავიმეორებდა არა უმეტეს 20 მეტრის სიგრძის ვარჯი ჰქონდა. ასეთი კოჭის გასაკეთებლად აუცილებელი იქნებოდა გრძივი კოჭი შედგენილიყო მრავალი ფრაგმენტისგან. მაშინდელი გადაბმის ტექნოლოგია არ იძლეოდა საშუალებას, რომ გაკეთებულიყო ერთგვაროვანი სიმტკიცის მქონე გადაბმული კოჭი, რაც ძალიან გაართულებდა უკვე გემის სწორად მოწყობის პროცესს. ამის გამო აუცილებლად იქნებოდა თავად გემების დიდი დანაკარგიც. ამ არგუმენტებით პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ხუფუს ეპოქაში სამდინარო გზით ჩამოეტანათ დიდი ზომის და გაბარიტების ტვირთი ასეთ შორ მანძილზე. მაგრამ თუ კი მაინც დაუშვებთ, რომ ეს თეორია მართებულია, არც დანაკარგი ჰქონდა და იდეალურად ჩამოიტანეს ყველა ბლოკი სამშენებლო მოედნამდე, მით უმეტეს, რომ თეორიულად ამის გაკეთება შეეძლო იმ ეპოქის ხალხს.
მაშინ თავს იჩენს უფრო სერიოზული პრობლემა. საუბარი გვაქვს ამ წეს საშუალებებზე. ანუ ტვირთის ჯერ გამცემ პორტში ჩატვირთვა გემზე და შემდეგ მიმღებ პორტში მისი ნაპირზე გადმოტანა. რამდენად გამძლე იქნებოდა იმ ეპოქის ამწეები ასეთი ტვირთებისთვის და ტექნოლოგიურად ეს შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, ამაზე უკვე შემდეგ ფილმში ვისაუბრებთ. ახლა კი გემშვიდობებით. თუ ფილმი მოგეწონათ, აუცილებლად მოგვიხდინეთ რეაგირება YouTube-ზე. ფილმი გააზიარეთ, არხი გამოიწერეთ თუ არ გამოგიწერიათ და გამოგვეხმაურეთ კომენტარებში.